ჩვენი შოუ 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 საღამომშვიდობისას ვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. დღეს 1 მარტია, გაზაფხულის პირველი დღე და ჩვენი შოუს პირველი გადაცემა ახალი სტუდიიდან. ხოდა ახალი შემართებითა და ხალისით ნება მივოდეს სტუდიაში მოვიწვიოთ ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ნიჭიერი და საყვარელი კაცი, მსახიობი როლანდ ოქროპირიძე. მოდი გენაცვალე. ოდილი იყო ჩემი ფეხი თქვენთან და იცოდნენ ახალ სტუდიაში. წარმატებები, კარგად ყოფნა, ყოველი კარგი. გაბრძანდი როლიკო. აი ეს როლიკო, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ შოუში. ნამდვილად ეგრე იყო. გენაცვალე. კაცო, იცი რაზე ვფიქრდი? ეხლა ჩვენ ორივე კახელები ვართ. ხო. ორივე ხელოვნება მემსახურებით. კი ბატონო. შენს გურჯაანელი, მეც ფესვი ძირი გურჯაანში მაქვს და როგორ მოხდა რომ პირველად ხარ ჩვენ შოუში, ჰა? მეო, ეგრე დაგვემართა, რა გითხრა, არ ვიცი. ასე გამოვასწორეთ. რა თქმა უნდა, გამოვასწორეთ და როგორც იქნა ვარმეს. გენაცვალე შენა, იცი რა მითხო? 16 იანვრის მერე თუ იყავი ჩასული გურჯაანში. ხა რატო გეკითხებით რომ 16 იანვარს იმღერე შენ ჩემო თელავო და მითხარი როგორ შეეგება შენ ამ სიმღერას გურჯაანი? რა ვიცი, მე მგონი რომ კარგად, იმიტომ რომ მოეწონათ ყველას. სხვას შორის გეგე იყო იქ გადაცემაზე და გეგე მითხრა რომ შენო ბალღო გურჯაანშიო, რო ჩახვალ, კასკა დაიფარა და ეგრე ჩადია. მე ვთქვი, არა მაგ ეგრე იქ საქმე მეთქი რომ კასკი ძვიარო ეხა ჩემ გურჯაანში, ნამდვილად ეგრე არა. ხო. მე მგონი რომ მოეწონათ რაღაც ხალხს და ის კი არა მოთხოვნა. კი, ძალიან მოეწონათ, რომ სრულად თუ იქნებაო ჩავწეროთ, იმიტომ რაღაც დაუსრულებელი ამბავი მოხდა იქ ძალიან შემთხვევით ჩავწერეთ ეგ ნაწყვეტიც რა და ესეთნაირად მოხდა რომ ვერ გავედით ბოლოში. ეხლა ვპირდებით მაყურებელს რომ ჩავწერთ მაგას და ვიღაცა მარიცი რომ დამირეკა და მითხრა მაგასთან დაკავშირებით. ჩემო მეგობარმა რომ მოკლედ თუ რანაირად იმღერეო რა არისო ეგო რა არის რა მეთქი და აი შევარდნაძემ ხო ბერლინი კედელი დაანგრიაო და ოქროპირიძემ კიდე თელავი გურჯაანისაო. ეგეთი რამე მოხდა. არა, რაჯობია, მინდა რა ვიცი, მოუწოდო თელაველებსაც, გურჯაანელებსაც, ვანელებსაც, ხონელებსაც და თუ კი ესე გაღმა გამოღმა თბილის, რომ შეერიგდნენ ერთად ვიყოთ და რაღაცა სულ ერთი მუჭა ხალხი ვარ და რაღაცა ერთმანეთს მოეფეროთ და თუ რამე მხოლოდ კეთილად ვიხუმროთ. ეგრეა ზუსტად. იერთდები ნამდვილად ამ სულისკვეთებაში. შენ გურჯაანულ ამბებს ყვები გადასარება და მოდი ჩვენ შოუშიც გაგვანდე გამები. რა ვიცი, შევეცდები. ზოგადად როგორ არის, გეიცი რომ მიჭირს რაღაცა კახეთში ცოტა ისეთი უმორია რა. ვიცი მოსფერილი ვაკერია. ძიმე უმორია რა ქვია და ეს ფორმატი არ იძლევა საშუალებას, ყველაფერი გავაშღერო. აი მაგალითად ერთ ჩემი მეგობარია კახეთში და მოკლედ ამან მოიყვანა ცოლი ვაზისუბნიდან. მოგეხსენებათ ვაზისუბანი კარგი სოფელი ის და შვენიერი. მოიყვანა ცოლი იქიდან და სტუმრად რომ მივიდა, პირველად ახალი სიძეროა რა. სუფრა რა თქმა უნდა თავისთავად რომ გაუწყოს დახედა უცებ რომ კურდღელია რა სუფრაზე და ეხა კურდღელი რა კაია დიეტური რამე საჭველი კარგი მაგრამ ნუ რაღაც თურმე მიირთვა მეორედ მივიდა ეხა კურდღელი დახვდა დაკლული ნახევარი შემწვარია ნახევარი წარეშია გაკეთებული ნუ გემრიელი იყო კაცო კიდე მიირთვა კიდე მესამედ კიდე კურდღელი ეხა იმაში შეუწია თონეში შეუწია ძმაკაცებთან მივიდა, რამდენიმე კურდღელი დახვდა, დაკლული აქეთ ისე და გამოვიდა. მე ნუპაგაძი ვარ, რამდენი კურდღელი მაჩვენა. ეს რა. ნუპაგაძი ვარ. სიძე ვარ თქვენი. ეს ერთი ბიჭია, რომ ესნაირი კარგი უმორია, თვითონაც და რაღაცნაირად იხდენს ამას ეხა მაგალითად ცოლებს, თავის მეგობრის ცოლებს, გელძაღლებს ეძახის. გელძაღლებს. ხვაი ესეთი ესეთი ისაა რა ქვია. რა ვარი მოფერება? ესეთი მოფერებით იცის, ოღონ ისეთ ტკბილად ეთყვის იმათაც. ხუმრობა გახსნილია, რა ქვია. მოიგ მე ბერჯერ მომისმენია როგორ ეკითხება თავის მეგობარს. შენი გელძაღლა როგორ არის? რაღაცა ეგეთ. ისეთ ტკბილად გეტყვის ეს ყრიმალები რომ დააჯდებათ ხოლმე და ესე თუ მოგმართეს შეიძლება საშინელი სიტყვა გითხრან, მაგრამ მოუხდეს. გულში არ მოხდეს უდად. ო, ეხა მოუხდეს რო თქვია ეს სზე. გამახსენდა რომ ახეთში ზოგადად ხო ზოგჯერ არის რომ ყველა კუთხეს თავისი
მოუხდე იწვი. რაღაცა და მოუხდე. თავმა იკლამს თეთრი გედი ამაღამ ერთხელ ქორწილში მოვისმინე თავს არა თავმა იკლამს თეთრი გედი ამაღამ ხოდა მოაკახურა რა და ვიღაცა ეუბნება რომ თქვენო აიო ურჯანელებიო რა ვიცი კახელებიო ეს სუსო ვერ იძახითო სუსო ან გაუკვირდა ძალიან როგორ თუ სუი ვერ იძახითო აღამ შენიტყვი მაგ სოსოი როგორ ვამბობ სოსოი როგორ ვიძახით მაო ერთი ამბავი გამახსენა მაგაზე რომ სტუმრები ყავს ერთ კალკას თურმე კახეთში და თავის მეზობელი ბიჭი ეხმარება რომ წვადები შეწვან რაღაცა და სტუმრები არიან მოსულები და ვაჟა ქვია რა კაც ვისაც სტუმრები ყავს და მეზობელი ბიჭიც ვინც ეხმარება გახარებულია რომ სტუმრები არიან და ამ ვაჟას ეხმარება და ამ სტუმრებთან რაღაცას ლაპარაკობს ახალ ამბებს გაიგებს რაღაცა უხარია და დაასდებს ამ ვაჟას რომ ვაჟაო გენაცვალე აბა წვადი დავაწყო უკვე წვადი ვაჟაო ეუნება ვაჟავ ვინო ჩამოასხა ვაჟაო რაღაცა ისა ვაჟაო გადავიდე იქ ჩემთან გადმოვიდე და ამ ვაჟას შეწუხდა უკვე ვაჟაო და გაიყვანა და ეუნება რა არისო ბიჭო ეს ვაჟავ რა არისო და უბედურებაო სტუმრები არიან ეს ვაჟავ ეს მოაცილე საერთოდ ეს ეს ეჩხუბა რა ის წყნარად ჩუმად მოტეხილში და ამან თურმე უყურებს შეწუხებული სახი და მარა დაგიძახო აჟავო წინა მოაცილა მარა დაგიძახო აჟავო აი ეს პროფესია მსახიობობა როდის და როგორ აირჩია? აი ეგ მაინტერესებს ხაშო ზარსოს მიკითხავ შენთვის. მიმინდოდა ძალიან მეზღვაურობა. აი ეხლა ძალიან მინდა რომ ზღვაში და რა ვერ ჩავაბარე ეგ ჩემი ვერ ჩავაბარე მე მეგონა რომ ვერ ჩავაბარე ნეტა მეცადა. რომ იქ საჭირო იყო ესე იგი გეომეტრია, ჩასაბარებლად და ფიზიკა და ეს ტექნიკური საგნები ცუდად ვიყავი ამასთან სკოლაში. ხო და მე მოვხდი იმაში კავენში. კავენში სულ პატარა ნაწის მქონდა, რა ქვია, როლი მქონდა ასე ვთქვა და სცენაზე რომ გამოვშდი ისეთი რეაქცია მოყვა ამ ამბავს რომ შემეშინდა რომ მეთქი რა მოხდა მეთქი რამე დავაშავე თუ თურმე ძალიან მომეწონა. ამან ეხა იმოქმედა შინაგანა ძალიან და მე ზოგადად ჩემი მამა, პაპა ისეთი ხალხი იყო რომელიც ესე ხალხს ძალიან უყვარდა და თვითონ რაღაცა ის ჰქონდათ შარმი თუ არ ვიცი რაღაცა და გამოსდიოდათ რა ესე მეგობრულ წრეში ლექსი ძალიან უყვარდა მამასაც, პაპასაც და სიმღერაც გამოსდიოდა თქონდა არა ესე ჩემ ხოდა მე ვიფიქრე რომ რადგან აი რაღაცა ესეთი მონაცემი აქვს ჩემ გენეტიკას და გვარს და ეს სიყვარული და რაღაცა მეთქი რატომაც არა მეცადა. ჩემ წინააღმდეგი იყო ძალიან გაუკვირდა რომ რა შუაშიაო საიდან მოიფიქრეო. მე ისეთ პერიოდი იყო მითხრა რომ მანდო ვერ მოგეხმარებიო მაპატიეო რა ვერ მოხდებიო და რატომ მეცნობა გული გამიხეთქო და ფასიანზე და იქ რომ მოხდებო გამიჭირდებაო და არ გინდა მამა მეთქი მე თვითონ ვიზო და მადლობა ღმერთს ამოვედი პირველივე წელზე ისეთნაირად მოხდა რომ ფასოდაც მოვხდი თეატრალურში რომ მივედი ახლა და სად უნდა შევიტანო საბუთები და პირველი აწერია დრამისა და კინოს მსახიობი და მე მოყვება რა 1000 რამე მუსკომედია რაღაცა თეატრმცოდნეობა რაღაცა და ბიჭო ეს პირველი ეტყობა ემოციურად რომ წავიკითხე დრამა კარგად არ ვიცი რა არის ეგ დრამა და კინო გავიგე მაგრამ დრამისა და კინოს მსახიობი ეს დრამამ შემაშინა რა თან პირველმა გადავავლეს სწრაფად თვალი და მოკლედ ავედი ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი შემხვდა ისა ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი და შენ რაღაც მეტყობა რომ მოვეწონე თვალში და მოდი სად გინდაო რომ ჩავაბარო და მე ვთხარი რაღაც მეთქი ვერ გავიგე მეთქი რა თან მარტო ვარ წარმოიდგინე ან მარჯანიშვილის თეატრში მინდა ჩავაბარო ან რუსთაველის თეატრში აი მაგას დღემდე იხსენებენ ხოლმე წარმოიდგინე ანუ რა დონეზე ვიყავი ისიც მინდა რა ამ იმდენად ცუდად ვიყავით მეხტაცემული კაკალი მქონდა ნანახი მარტო გურჯაანის თეატრში. წარმოიდგინეთ, ეგეთი მდგომარეობა იყო, ანუ მინდა რომ მადლობა გადავხადო ქალბატონ მედია კუჭუხიძეს, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო, გარდაიცვალა სულ ეხლა ხანს და მადლობა გადავხადო, რომ ესე იგი, ანუ ძალიან ისეთ სავალალო მდგომარეობიდან რაღაცა გამდე მივედით, მოკლედ ამ სფეროში. მე გადავწყვიტე, რომ ნამდვილად მესწავლა და შეიძლება ითქვას, რომ არც შემსახარ შემომძამაო. კარგად, პირდაპირ შემიძლია რომ გითხრა. მადლობა დიდი. მაყურებელს ძალიან მოსწონს და უყვარს შენს მიერ ნათქვამი ლექსი. და მინდა გთხოვო, რადგან პირველად ხარ ჩვენ შოუში, ლექსი აქაც ბრძანო. უარი ნამდვილად როგორ გითხრა თან.
მოდი თქვათ კახეთს, კახეთზე. კი ბატონო, ბუნებრივი იქნება და კარგი იქნება. ნამდვილად თან ისეთი თქმა მინდა, იცი რომ ტიციან ტაბიძე კაცო ეს იმერელი კაცი. ისეთი ლექსებია კახეთზე, რომ კახელს არ აქვს გონი ესეთი ლექსები დაწერილი. ასე გვეძახის ალაზნის ველი. მოდით, სტუმრები ხართ სასურველი. მოდით დავლიოთ ყვარელის ღვინო, მოდი კახურად რომ მოვილხინოთ. გელით პოეტებს სუფრა გაშლილი შილდაში მღერის დედას ლევანა და ართანაში ყარალაშვილი სოფლიდან სოფლად მეხად გადადის მრავალჟამიერ ჩვენი თამადის თითქოს წინანდლის სეტყვა ურწყამდეს და რა იტანს სიმღერას ამდენს ბაიათებით სუფრა იხჩობა გვაჩვენე ბიჭო ეხლას ბიჭობა დალი ყანწი და არ გეძნელოს ტკბილი კახეთის სვავს ადღეგძელოს ვიცი ეს როლეთ შვიდთა მაგრამა რომ დააცილეთ ვიცი ესეცა ერთხელ ეს როლა ბერმა პაპამა და ჯიხვი კლდეზე ჩამოეკეცა შვიდჯერო გითხრათ ლექსები ყველა შვიდივე გაცდენილია თავს დაგვიარა ვაჟაფშაველამ ზვავად გვაწვება მხრებზე ილია და რა დაითვლის კახელ ვაშკაცებს ან შედავებას ვინ გაუბედავს და ავწიოთ ღვინის თასები და უდღეგძელოთ მშობელი დედა ამაზე სიტყვა რომ თქვა თამამად ამიტომ სუფრა გვიწევს თამადათო აი ესეთი რამე მადლობა ესეთნაირად მოეფერა აი ამ წინვალე ლექსის მერე მოდი როლანდ ისიც უთხრავს ჩვენს მაყურებელს რომ ჩვენ სიმღერა მოვამზადეთ თანაც ვინაიდან ბაღაშვილებთან ხარ სტუმრად ბაღაშვილების სიმღერად როგორ დავრჩება არ გამოვიდო და მოდი შენ აქეთ გადმობრძანდი და ხო მომეხმარები რა თქმა უნდა მოგეხმარები შენ აქეთ გადმოდი მე აქედან კარგი ბატონო უსიმღეროდ როგორ იქნებოდა ბაღაშვილები დავწყვეტ მაშინ წავედი კეიფს ვიწყებ დილიდან ვიქირავებ დილის ჟანს შიგჩავის სოლომებს პატარაჩლის თავს მოვაჭრი რუმბივით გასიებულ მიკიტას ჩვენ საკადრის სუფრას თუ არ გაშლის წმინდა მიქელ გაბრიელს სანამ გავახსენდები სანამ ქვეყნად არსებობას მაცლის არემარეს ავიკლებ არაფერს არ დავიკლებ დაილოცოს ურმარილის მადლი არემარეს ავიკლებ არაფერს არ დავიკლებ დაილოცოს ურმარილის მადლი ღვინო მამა პაპური დალოცვილი კახური მირჩევნია უკვდავების წამალ ღვინო არის სამოთხე და ედები ვიცარდალებს ჯოჯოხეთში წავა ღვინო არის სამოთხე და ედები ვიცარდალებს ჯოჯოხეთში წავა ოდა სანამ სიკვდილი კარზე მომიკაგონებს ჩემს ნაკვალებს წალეკავს და წაშლის არემარეს ავიკლებ არაფერს არ დავიკლებ ტრიჯინაძე ზღაპრულ სუფრას გავშლის კეიფს ვიწყებ დილიდან ვიქირავებ დილის ჟანს შიგჩავის ოლომებს პაპარაშლის შემოვისხავ ძმაკაცებს აქედან და იქიდან თეთრ დუქანში ზღაპრულ სუფრას გავშლის შემოვისხავ ძმაკაცებს აქედან და იქიდან თეთრ დუქანში ზღაპრულ სუფრას გავშლის ღვინო მამა პაპური დალოცვილი კახური მირჩევნია უკვდავების წამალ ღვინო არის სამოთხე და ედები ვიცარდალებს ჯოჯოხეთში წავა ღვინო არის სამოთხე და ედები ვიცარდალებს ჯოჯოხეთში წავა
დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს, როლანდ ოქროპირიძეს. მადლობა, დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, 3 მარტს 22 საათზე ტელეიმედის ეთერში იხილავთ ჩვენს წლევანდელ საიუბილეო კონცერტს იუმორინა 2025. ჩვენი მეგობრები ჯგუფი ალილო. გაზაფხულის მერცხალი ხარ სულის სინაზე სიყვარულით მომღერალი ყოველენაზე ალვისტოზე აჭიგვიჭიგდი ვარს დაიაზე ადამიანს აღავილებთ დრების ჩინაზე მოდი გაზაფხულო მოდი სიყვარულო უზარმარახჩინებულო მოდი გინადრელა მოდი გაზაფხულო მოდი სიყვარულო უზარმარახჩინებულო მოდი გინადრე წამიყვანე და შენ გაკვალ უგზებით მატარე და თბილისის ყველა ქუჩა შემომატარე წამიყვანე და შენ გაკვალ უგზებით მატარე და თბილისის ყველა ქუჩა შემომატარე მოდი მოდი ვარდების ხონა გამახარე შემოგონა მოდი მოდი ვარდების ხონა გამახარე შემოგონა სადახარე ხალა ღამის ბინჩი რომ მიმოწები შენ გიმღერიან ეს ნარგიზები და მიმოზები სადახარე ხალა ჩემო პატარა ჩემო მანანა ჩემო გულის ვარდო ჩემო პატარა სადახარე ხალა ჩემო პატარა ჩემო მანანა ჩემო გულის ვარდო ჩემო პატარა მოდი მოდი ვარდების ხონა გამახარე ჩემო მოგესალმებით, შემო ძვირფასო ალილოვილები. ამ ახალ სტუდიაში თქვენთვის კი არის მშობლიური გადაცემა, მაგრამ გარემო გვაქვს ახალი და თან გაზაფხულის პირველი დღეა და შესაბამისი სიმღერითაც გავხსენით დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და 25 წლის იუბილე გქონდათ სულ ცოტა ხნის წინათ. აი ყველაზე მეტად მეგონი თქვენ შეგეფერებათ ის გამონათქვამი, რომ თქვენს და ანსამბლის 25 წლის ბიჭებით გამოიყურებით. ხო არის ეგრე ძვირფასო მეგობრებო. მადლობა. ეხლა ამდენი ხნის მანძილზე ქია შენ კითხავ. უამრავი ინტერვიუ მიგიციათ. სხვადასხვანაირი. სატელევიზიო, გაზეთისთვის, ჟურნალისტვის. ყველაზე უცნაური შეკითხვა რა გახსენდებათ მითხარი ამ ხნის განმავლობაში? ესე იგი, მოდის ერთი ახალგაზრდა და მეკითხება, რომ ბატონო გიაო, თქვენ ანსამბლო ალილო რო ქვიაო, აფხაზეთის ანსამბლიაო? კი მეთქი, ჩვენ ისე ლილო გვქვია მეთქი. ალილო. ეთი რა აქვს კიდე გამორჩეული ჩემთვის თქვენს ანსამბლს, რომელიც ისი რომ განსაკუთრებულად მიყვარს. ყველა სოლისტი ხართ აბსოლუტურად. 6-ვე ხართ სოლისტი და ამდენი სოლისტი ერთ ანსამბლში, რა ვიცი, აი ძალიან დიდი იშვიათობა და თან ასე შეხმატკბილებულად იშვიათი ანსამბლურობით გამოირჩევიდა. რანაირად ახერხებთ ამას? ესეც მინდა გითხოთ, ლაშა. იმიტომ რომ ყველას თავისი ასე ვთქვათ, თვითმფრინავს ხო აქვს თავისი ტრასა და იმ გზაზე დადის, ხო? ამ სოლოშიც ყველას თავისი მიმართულება აქვს. ყველას თავისი ინდივიდუალიზმი აქვს და რაც საერთო ჯამში ქმნის იმ ფერთა გამას, რაც ალილოს
გამოარჩევს სხვა ანსამბლებისაგან. იმიტომ რომ ყველას აქვს ინდივიდუალიზმი, რაც ყველაზე მთავარი არის და თავისი რეგისტრი აქვს ყველას რა, არ ვეხებით ერთმანეთს. საბა არაჩვეულებრივად მღერის დაბალბანშიც და იქ მღერის სოლოს კარგად, სანდროც თავის რეგისტრში, მიშა თავის რეგისტრში და კახურებშიც ძალიან მაგრად მღერის, აჩიკოზე უკვე აჩიკო სოლო ლაპარაკიზე მეტია? ნუ გიაზეც რა თქმა უნდა. ასევე და მეც რაღაცებს ვაკეთებ და ასე რომ ყველას თავისი გზა აქვს. გარდა ანსამბლისა და ანსამბლში ერთიანდება. ყველაფერი მოაქვს მე ანსამბლში. ისე ყველაზე ძვირიანი რეგისტრი ამასა. კარგი შემოსება იყო. რეგისტრებს შორის. გია და ლაშას დუეტი არის განუმეორებელი. ერთი გამახსენდა, ახლა უცებ მივდივარ ჭიათურაში, მოკლედ გვაქვს კონცერტი და გიას მანქანით მივდივართ რა და გზაზე არის რაღაც ძალიან ისე დიდი თოვლი, მოკლედ საშინელი ნისლი, მე 1 მეტრში არაფერი არ ჩანს და ძღოლები გამიგებენ, აი როცა მიდიხარ ერთი ტემპში უკვე და კარგად რომ მიდიხარ და ეს ტემპი წაგიყვას თითქოს თავიზე, აი გია ცოტა ჩქარამიტის რა და გვერდით უზის ლაშა. და რამდენჯერმე 1-2 ისე აუცდინან რომ ცოტა აქეთ გადმოვიდა რა და სრული სიწყნარია და მოუტრიარდა ლაშა. ცოტა შენკენაც გარისკე 1-2 რო სუჩებკენ როდის. სუჩებხარეს რისკავდა. ცოტა შენკენაც გარისკე ამ იცში გაუჩი. მიყვარს რისკიო და მე თქვა აქეთ რო რისკავ იქეთაც გეშინია, ნუ გეშინია. ახალს რას პირდება ალილო მაყურებელს? მოდი ესეც უთხრათ. სიახლე ჩვენს ცხოვრებაში არის ის, რომ ემზადებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩვენი 25 წლის იუბილეის აღსანიშნავად ამ ეტაპზე მოკეთ ვარჩევთ რეპერტუარს, გვინდა რომ ახალი სიმღერებით წავდგეთ ჩვენი მსმენელის წინაშე და ერთ-ერთ ახალ სიმღერას ბატონი გოგი ცაბაძის სიმღერებიდან შემდგარია, მომგვიდა რომ დღეს გიმღეროთ. პრემიერა იქნება თქვენს. გადასარევი. მოდი ახლა გოგი ცაბაძის ჩვენიერი სიმღერა თქვენეული ვერსიით შევთავაზოთ ჩვენი შოუს მაყურებელს. აბა გთხოვთ. მადლობა. ძველი თბილისი ისევ მიგონებს ნისლი ვიჩნდება დარდი ერთდროს პირველი მე ფაიდონე ქუჩაში ფეხით დადის ძნელი ყოფილა თურმე სიმერე გულო გაუძელთ გივის წვიმა მოსულა vis egonos გაყიდულა რღანს უტირი ზეზებთები და ხშირად ვისვენე რაღაც მინდოდა მეთქვა ვიხსენებ მაგრამ ვერ გავიხსენე რატომ მოვედი თქვენთან არც ფაიდონი არც ხენები რატომ არაფერს მეტყვი სადმი მაქალებს შენერჯერები ცუთი საფენი სეტლი პანჯარაში მტრედია არა მომიკლა გენაცალა
სამარელია პანჯარაში მდრელია მედალის იბედია არ მომიგლაგენასა ჩემი სამარელია დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ჯგუფ ალილოს წარმატებები უსურვოთ მას. ჩვენი შემდეგი სტუმარია მუსიკოსი დათო კენჭიაშვილი. მოდი ჩემო დავით. გამარჯობა, მოგესალმებით. მომზადდით. დათო მოგესალმებით ჩვენ შოუს შეგენაცვალე. მოგესალმებით. დათო ისე მოხდა რომ პირველად ხარ შენ ჩვენ გადაცემაში მიუხედავად ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის და ურთიერთობის. კი, პირველად ვარ და მინდა რომ თქვენს გადაცემაში ჩემ თავს დღეს წარმატება უსურვო და შეგენაცვალე, კეთილი იყო შენი თქვენს გადაცემას უსურვო წარმატება და არ მავიწყდება, როდესაც თქვენთან გამოვედი პირველად იუმორინაში, მახსოვს, გულით ვატარებ და წარმატებითაც კაცო მე. აი ამ სიხარულით მოვედი თქვენთან. დიდი შეგენაცვალე, შეგენაცვალე. ძალიან მიხარია მე რომ გასმისდე. დათო შენ 7 წლის ასაკიდან მღერი და მიუხედავად იმისა რომ დიდი ხნის გამოცდილება ქონდა, ესე იგი წარმატებაზე შეიძლება თქვას რომ რამდენი მალოდინე გამოვიდა შენთან დაკავშირებით სამაგიეროდ. მერე უკვე ყველა მღეროდა რამდენი მალოდინე შენეულ ვერსიას. და რამდენი ადამიანი ელოდებოდა რამდენს არ მოიდგინე. კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პირველი სიმღერის წარმატება რამდენი მალოდინე უფრო არ იქნებოდა ქალბატონი ლელა თათარაიძეს შენმა სურვილმა დამლია იყო, რომელიც 2008 წელს გაიმართა მისი პრემიერა. მას შემდეგ უკვე ჩემმა ქვეყანამ აი შემიყვარა, ამიყვანა ხელის გულზე და აღწადი და იარეო და აი მას შემდეგ მოვდივარ და რამდენი მალოდინეს შემდეგ მარტო ეს სიმღერა როა ესეთი ყველასათვის საყვარელი ვცდილობ რომ უკეთესი შევქნა მაგრამ მაინც რამდენი მალოდინე უყვარს ხალხს იცი რა შენახსენე რომ ჩემმა ქვეყანამ მოდა მე ვიტყოდი რომ არა მარტო ჩვენმა ქვეყანამ იმიტომ რომ მე რომ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ ჯამში თუ არ ვსწრები 9 მილიარდზე მეტი აქვს ნახვა YouTube-ზე შენ სიმღერებს და უნდა მიულოცოთ ეს გადასარევი მონაცემები ჩვენ დათოს. დიდი მადლობა. და სხვადასხვა კომენტარებს რომ კითხულობ ჩეჩენი, ყაბარდოელი, დაღესტანელი, ინგუში ყველა ერთხმათ ამბობს რომ დათო კენჭიაშვილი უნდა იყოსო კავკასიის სახალხო არტისტიო და აი ეს დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ჩემს კავკასიელ დებს, ჩემ კავკასიელ ძმებს, რა ვიცი მე ძალიან მიყვარს ეგ ადამიანები, მაგრამ პირველი მაინც ჩემმა ქვეყანამ გამიცნო და ჩემმა ქვეყანამ მომცა იმის საშუალება, რომ აი ესე ფრთები გამეშალა ხელოვნებაში და მეკეთებინა ის, რაც ჯერ ჩემ ქვეყანას უყვარს და შემდეგ უკვე სხვა ადამიანებს, მაგრამ ეს კავკასიელები აქცენტს რომ ვაკეთებ ჩვენ კავკასიელებზე, უდიდესი სიყვარული მოდის მათგან, უდიდესი გულწრფელობა მოდის და უდიდესი აღიარება მოდის მათი მხრიდან. და საინტერესო რამ მინდა გამცნოთ, რადგან რა ვიცი, სულ ტელევიზორიდან გიყურებთ ხოლმე ყოველთვის და ეს მომიწია თქვენთან, აი პირისპირ და ჩემთვის მართლა სასიხარულოა. ისიც უდიდესი მადლობა. სულ ყოველთვის ვცდილობდი, რომ რაღაც შტრიხები შემეტანა ჩემი ქვეყნის ხელოვნების კუთხით პატარა მცირე დოზით განვითარებაში და ჩამოვიდნენ ლეზგინები, ასე ვთქვათ და ძალიან დათრგუნულები იყვნენ, ჩემთან შეხვედრას ითხოვდნენ და როდესაც შევხვდით მას მე და ჩემი პროდიუსერი გულდაწყვეტით მითხრა ესეთი რამ რომ ჩვენი ფოლკლორიო გადაგვარების პირას არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ერის კულტურა შეერიაო მასშიო და ჩვენო გვინდაო ამის აღდგენაო და ამის გადარჩენაო და დაგვეხმარეო ამაშიო და თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა რამხელა პასუხისმგებლობა ეს ჩემთვის რამხელა სიხარულია და არ ვიცი უდიდესი პატივისცემა და უდიდესი მადლობა ნდობისთვის ასეთი რა ვიცი მე ვფიქრობ რომ რაღაც გარკვეულ როლს მაინც ვთამაშობ ჩემი ქვეყნის სახელის უფრო წინ და წინ წარწევაში და ეს ჩემთვის უდიდესი პატივისცემა დიდი მადლობა წარმატებები მინდა გისურვო აი ამ გზაზე და მე ვიტყოდი მთავარი სათქმელი დღევანდელი დღის საქმე ის არის რომ 7 მარტს შენ გაქვს დაგეგმილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შენი კონცერტი დიახ მოდი ორი სიტყვით უთხარი ჩვენი შოუს მაყურებელს რას უნდა ელოდოს 7 რიცხვში ფილარმონიაში მე ძალიან
კარგი გადაცემა სახალისო და პოზიტიური. უბრალოდ მაინც თუ არ იცის თქვენმა მაყურებელმა და ჩემმა მაყურებელმა დედა 5 წლის უკან გარდამეცვალა და 7 რაღაცნაირად საკრალურად დაემთხვა ჩემი დაბადების თარიღია, მაგრამ ყოველ დედის დღეს სიმბოლურად ვაკეთებთ ხოლმე კონცერტს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ფილარმონია იქნება, ეს იქნება 15 კაციანი აუდიტორია თუ 20 კაციანი, უბრალოდ ტრადიციულად სიმბოლურად ვაკეთებ და აი სითბო მე რაც საკუთარ დედას დავაკლე და რაც ვერ მივეცი, ჩემი ესე იგი ცელქობის გამო, ნუ იმას აქში ბუნებრივია. მინდა რომ აი ამ კონცერტზე აუნაზღაურო იმ დედებს, რომელიც მოვლენ და ერთი ლამაზი პატარა სახამო, კარგი, სწორი, დადებითი ვიბრაციებით სავსე ვაჩუქო. აი ამას ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ეს კონცერტი და რა ვიცი, ყველა დედას მინდა მიულოცო წინასწარ ეს ულამაზესი დღესასწაული. დღეს რა კომპოზიცია მოგვიტანე ჩვენ შოუში შესასრულებლად? დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ისევ და ისევ, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს, ძალიან ბევრ ადამიანს ახსენებს იმას, რომ ეს საქართველოდან არის და მინდა რომ კიდევ ერთხელ სიამოვნოს თქვენმა მაყურებელმა და ჩემმა მაყურებელმა აი ამ ჩვენიერი. გთხოვოთ მუსიკოსებს შემობრძანდეთ და შევასრულოთ აქვე ჩვენ შოუში. გთხოვთ. მიცემს უშენოდ სიტყვას გაგატანს აგზალადა ეგება დარჩენილიყა სახალადა სიზმარშიც აღარ მოხვედი რისთვის გამხადე ავადა ერთხელაც კიდევ მიწამალე ისევ და ისევ შორადები არ მინდა შენი დავთამობა იქნებს უფასთან წახვედი არც მოხვა ხოლოდ შეგზებაზე ვიარე შესხვავილი გზედანი ხარ არ მიწადილე წახვედი მაგალი ხარ შეძლო მიდის უცრემლოდ მე ვერ შევძელი ჩემი ხა გული არ დასდევს უშენოდ რენისა ხამე უკუნსაც გატრებს სისკრის ამავსებს გალობა ერთხელაც კიდევ მენახე ისევ და ისევ შორადები არ მინდა შენი დავთამობა იქნებს უფასთან წახვედი არც მოხვა ხოლოდ შეგზებაზე ვიარე შესხვავილი გზედანი ხარ არ მიწადილე წახვედი მაგალი ხარ იქნებს უფასთან წახვედი არც მოხვა ხოლოდ შეგზებაზე ვიარე შენ სხვავილი გზედანი ხარ არ მიწადი
დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, წარმატებები მინდა უსურვოთ მათ. დღეს ამის გემშვიდობები გვიფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს ვისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.